მართალია ბელარუსი რომის სტატუტის ხელმომწერი არ არის შესაბამისად ამ ქვეყანაზე საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია არ ვრცელდება, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ბელარუსში ჩადენილ დანაშაულებზე ჰააგის სასამართლოს მიმართა რომის ხელშეკრულების ხელმომწერმა ქვეყანამ, მესამე ქვეყანამ ეს არის ლიეტუვა. ლიეტუვა არის ქვეყანა, სადაც ბელარუსიდან დეპორტირებულები ახლა ცხოვრობენ, ძალიან ბევრი მოქალაქე და ლიეტუვამ ეს მოთხოვნა ჰააგის სასამართლოში ჯერ კიდევ გააგზავნა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ. კარიმ ხანისოფისმა წელიწადნახევარი იკვლია, უნდა დაწყებულიყო თუ არა გამოძიება და ახლა უკვე ოფიციალურად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო გამოძიება ბელარუსში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით. რატომ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეს გადაწყვეტილება? ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც რუსთაველის გამზირზე დარბევები მიმდინარეობდა, არაერთ ორგანიზაციას აქვს გამოთქმული ეჭვი იმის შესახებ, რომ ქართულ სამართალდამცავებს გარკვეულწილად ინსტრუქტაჟი ჰქონდათ გავლილი ბელარუს პოლიციასთან, ვინაიდან მიდგომები და ის თუ როგორ უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს იყო სრულიად იდენტური და ეს ეჭვები მაშინ იყო გამოთქმული. ეს ყველაფერი არის უკვე დოკუმენტირებული და მოსკოვის მექანიზმის დასკვნაში ასახული და შესაბამისად ექსპერტთა ჯგუფი გასცემს რეკომენდაციას, რომ რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყნებს შეუძლიათ მიმართონ ამ სავარაუდო დანაშაულებზე ჰააგის ტრიბუნალს და ჩვენი რესპონდენტები საუბრობენ ახლა იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ბელარუსული რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება საქართველოსთვისაც. დანაშაული თვისობრივად არის ძალიან მსგავსი იმისი, რაც ბელარუსში ხდებოდა 2020 წელს, 4 წლის შემდეგ ზუსტად იგივე გაიმეორა ქართულმა ოცნებამ. მეორე, იმიტომ რომ მიმართვა განხორციელდა მესამე მხარის მიერ და ქართულ ხალხს ძალიან ბევრი მეგობარი სახელმწიფო ყავს, რომელიც შეიძლება ინიციატორი აღმოჩნდეს მსგავსი ამბის. ეს არის ძალიან კარგი გაკვეთილი ქართული ოცნებისთვის, რომ თავს ვერ დაიძროს და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი, მე მაქვს მოლოდინი, რომ რუსეთის მაგვარად ქართულმა ოცნებამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება და რამდენიმე საერთაშორისო მექანიზმი დატოვოს, მათ შორის რომის სტატუტი, ანუ ჰააგის სასამართლოს იურისდიქციიდან გავიდეს, მაგრამ ეს საქმე მნიშვნელოვანი და პრეცედენტული იქნება სწორედ იმიტომ, რომ აჩვენებს, რომ იმის მიუხედავად იმ მომენტში ქვეყანა არის თუ არა ხელმომწერი სახელმწიფო, პასუხისმგებლობის საკითხი მან შეიძლება დადგეს. ეს არის რა თქმა უნდა პრეცედენტული და ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც სწორედ მოსკოვის მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში იქნა ამ შემთხვევაში გამოყენებული და ეს ანგარიში სწორედ ახლა გამოიცა და სადაც ასევე არის სწორედ ჩაწერილი ეს ჰააგის სასამართლო. ამიტომ ჩემი აზრით ეს არის რა თქმა უნდა სიგნალი და მესიჯი, რომ ქართულმა ოცნებამ პირიქით ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისაც, რომ იქ აღწერილი რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რათა საქართველოს არ მევიდეს ამ მდგომარეობამდე. თუ ჰააგის სასამართლო დაადგენს, რომ ბელარუსში ადგილი ჰქონდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, ამ შემთხვევაში გამოცხადდება ძებნა ბრალდებულ პირებზე, ვისაც დაადგენს შესაბამისად ჰააგის ტრიბუნალი და იმ შემთხვევაში თუ ეს პირები ჩავლენ რომის სტატუტის ხელმომწერ რომელიმე ქვეყანაში, ავტომატურად ისინი ჰააგის ტრიბუნალს გადაეცემიან.